გაუმარჯოს, ამ ვიდეო გაკვეთილში გასწავლით როგორ შევქმნათ კარების ეფექტი, ანუ ტექსტში რო იყოს კარები, ავიღოთ ტექსტი, დავირჩიოთ ეს ფონტი, ანუ შეიძლება არ გქონდეთ და ესე ქვია გადმოწერეთ. ავირჩიოთ. დავაწეროთ აქ მოდი door და ესე რაღაც და აქ გავწიოთ ეს იყოს ესე 130-ზე იყოს. ეხლა შევქმნათ კუბი და მივიტანოთ სადღაც შუაში. დავაპატარაოთ, ანუ კარების ზომა, ანუ როგორც კიდე ციფრთე იყოს დაახლოებით. აი ესე. და ეს დავაპატარავთ სადღაც აი ესე. მოდით ეს სადღაც ესე იყოს. დავწიოთ. ეხლა მივიყვანეთ კამერა ამ პოზიციაზე, რომ აქედან ზუსტად დააყენოთ ანუ ეს იყოს ესე დაახლოებით, კარგია. ეხლა შევიდეთ აქ, შევქმნათ ეს კუბი იყოს ტექსტის ქვემოთ, ჩამოწიეთ, მოვკიდოთ ორივეს და ჩავაგდოთ აქ. ხედავთ, რომ ესე ვთქვათ, ჭრილი გაკეთდა, კუბს მოვკიდოთ და შევწიოთ შიგნით. მაგრამ როცა ეს გამოჩნდება, ცოტა გამოვწიოთ, რომ ანუ გავუკუთხეთ ეს. ახოთ. გაცრავად აქედან გავდიშოთ, რედაქტორდება. ხედავთ, რომ გაკეთდა, შევუდგოთ. ეხლა მოვკიდოთ კუბს, კონტროლი და დავაკოპიროთ და აქ დავაწვეთ მინუს, ანუ ჯერჯერობით ეს აღარ გვჭირდება. გავუწიოთ. არის ზუსტად იგივე ზომა, რაც კაია და გვიწევს წვალება, რომ შევქმნათ ახალი. დავაპატარავოთ, ანუ იმ ზომამდე, რომ იყოს სადღაც კარებს რო დაემსგავსოს ესე დაახლოებით. შემოვატრიალოთ. უბრალოდ აი სადღაც ესე, რომ იყოს ღია კარის ანუ ეფექტი, ვიყვანოთ აქ. ესე გავუწიოთ. მეგოარი ნახოთ, აქია. არა ცოტა და კიდე შიგნით შეწევა. აი, ეხლა უფრო ჯობია, ეხლა შევიდეთ აქ, შევქმნათ სფერო და ანუ გავუკეთოთ. რა ქვია? ურდული ქართულად ვახავს. 3 და დიდი მომივიდა. ეს ავაყენოთ რაღაც იყოს აქ სადღაც აი ხედავთ გაკეთდა. ახლა ავიღოთ აქ light შევიტანოთ სადღაც აი ესე. კარი ჩანდეს, ნახოთ. აი. კაია, მოდიოთ, ქვემოთ დავწერთ ორი ხმა. ასე, პროჯობია. მაგარ. შევქმნათ ეს floor და floor-ის კოორდინატები იყოს სადღაც ესე შეიძლება დიდი light tak
shadow გავაკეთოთ ამაზე shadow episode. თუ ნახავთ, ხედავთ რომ შეიქმნა ეფექტი, ანუ გარების, მაგრამ ასევე რა თქმა უნდა გვინდა ჩამდეს ტექსტი, ამიტომ ვქნით ახალ lights. მოგიწევთ აქ გამოვწიოთ ესე. მაგრამ თუ ნახავთ, არის ძალიან ისა, ანუ ძალიან ხთალი კი არა და ძალიან არათებს შევიდეთ general დავუკლოთ სადღაც ესე. ხოთ ახლა აი ესე ჯობია. სულ ეს არის შეგიძლიათ მე ჩვეულებრივად პარამეტრები ცოტა გასწორებულია, ხო? ანუ გასწორებულია ასე ადგილი მითითებული აქ JPG, ანუ ფორმატი. მიიღებთ ასეთ შედეგს, მაგრამ შეგვიძლია ამას სხვა ეფექტი დავუმატოთ, შევდივართ აქ, ვირჩევთ. ანუ ამ შემთხვევაში ხა ჩემთან აქ არის, იმიტომ რომ უკვე არჩეული მაქვს და თქვენ შეხვდათ აქ და აი ამას global illumination მოძებნით სადღაც აქ არის. გავაქტიუროთ დიჩკა sky, აი აქ ჩამოწიოთ, აყენია ამაზე სადღაც და მოკლედ აქ ავირჩიოთ ეს sky. აქ ჩავწეროთ 128. შევკრათ ახლა ჩვენ sky და ახალი მატერიალი. აქ ავირჩიოთ gradient. დავაწვეთ აქ აქ ავირჩიოთ forestry და აქ სადღაც ეს ჩამოვწიოთ აქეთ და მოვკიდოთ ჩავავდოთ აქ. ეხლა თუ ნახავთ იქნება სულ სხვა ეფექტი. ხედავთ ანუ შეგიძლიათ ესე შეინახოთ, შეგიძლიათ ისე. მოდი შევქრათ ახალი მატერიალი და ცოტა ფერი შევუცვალოთ floors. სადღაც იყოს ესეც ნაცრისფერი. მოვკიდოთ და დავაბლოთ floor-ზე. ახლა ნახავთ. აი ეხლა არის უფრო კარგი. მეგონი საერთოდ ესე უფრო ჯობია. მაგრამ რავი, ანუ ბნელი ეფექტიც, ასე თქვა, შეგიძლიათ გააკეთოთ. ხედავთ. მაგალითად, ეს ვიდეო გაკვეთილი დამთავრდა. თუ მაინც რამე ვერ გაიგეთ, დაწერეთ, შევეცდები აგიხსნათ და ასევე აი ამას შეგიძლიათ აქედან უბრალოდ ამას მოუმატოთ მათება, იყოს რაღაც ესე გარითად, რომ ანუ უფრო გამოდიოდეს აქედან შუქი. აი ხედავთ. გამოდის შუქი და ჩვეულებრივად მერე შენახვა დააწვევით ადგილი სადაც მითითებული გაქვთ და დაიწყებს. აი მოკლედ სულ ეს იყო ამ ვიდეო გაკვეთილი დამთავრებულია და როგორც გითხარით თუ რამე ვერ გაიგეთ დაწერეთ, შევეცდები აგიხსნა. აბა კარგად.